თუ თქვენ ხართ ანიმეშნიკი და გინდათ გამოიყურებოდეთ როგორც ჯოჯო, თქვენ მოხვდით ამ ვიდეოზე, დარწმუნებული ვარ სრულიად შემთხვევით ამოგიგდოთ, მაგრამ არა უშავს. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ უნდა გახდეს ჩვეულებრივი ანიმეშნიკი დაკუნთული, როგორც ჯოჯო. ეს ძალიან მარტივია და ამისთვის მხოლოდ რამდენიმე მეთოდი არსებობს. სულ ყველაზე პირველი და ყველაზე მარტივი მეთოდი ჩემი აზრით არის შეხვიდე მაღაზიაში, იყიდო პროტეინები, დალიო და მე არ ვიცი პროტეინებს რას უშვებიან, ამიტომაც ამაზე აღარ ვილაპარაკებ. ყველაზე რთული მეთოდი არის უნდა უყუროთ ჯოჯოს. ყველაზე რთული ეს რა თქმა უნდა არ არის, ამაზე რთულიც არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი რთული არის უნდა უყუროთ ჯოჯოს და რასაც აკეთებს უნდა გავიმეოროთ აბსოლუტურად. ყველაფერი უნდა შევისწავლოთ. ჩვენ უნდა გამოვიძახოთ ჩვენი სტენდი, ესე რომ ვთქვათ, ამას ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, გამოიყურებით როგორც ჯოჯო. ეს რესპექტია. ქუჩაში ბიჭები აუცილებლად პატივს გცემენ და თავს როგორც ჰარემნიკში, მოკლედ მაგარი იქნება, მაგრამ მოკლედ არ გეუბნებით იყავით მეთქი ჯოჯო ფაგი, მაგრამ უნდა უყუროთ ჯოჯოს. თუ გინდათ რომ იყოთ დაკუნთული როგორც ჯოჯო. მეორე მეთოდი განვიხილეთ. ახლა მოდით გადავიდეთ მესამე მეთოდზე და ჩემი აზრით ეს არის ყველაზე ძნელი. ამ მეთოდის განსახორციელებლად ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ ერთი რამ, მონდომება, სხვა არაფერი არ გამოგვადგება, მაგრამ ამ მეთოდის შესრულების შემდეგ ჩვენი ძალა იქნება როგორც საიტამასი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ 100 აჯიმანია, 100 პრესი და ყოველდღე უნდა გავირბინოთ 10 კილომეტრი. თუ გვინდათ რომ ვიყოთ საიტამასნაირი ძლიერი. ნუ გეშინიათ, ეს 3 წლის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ. როგორც საიტამამ ერთხელ თქვა, თავისი საიდუმლო, როგორ გახდა ესეთი ძლიერი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოусმინოთ მას და უნდა გავაკეთოთ ეს. რა თქმა უნდა, არიან ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ 124-ს ვაკეთებო, მაგრამ მაინც არაფერი არ მომხდარაო, მაგრამ სერიოზულად თქვენ ამისი გჯერათ? იმიტომ რომ საიტამა არა მარტო ვარჯიშობდა, იგი ასევე კაცრ დიეტას იცავდა და მონდომება ჰქონდა ძალიან დიდი. აუცილებლად ჩვენ უნდა მივბაძოთ საიტამას და ასევე თუ ეგეც არ გინდათ, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს ერთი მეთოდი, მაგრამ ეს იმდენად ძნელია, რომ ჯობია მართლა არ გააკეთოთ, იმიტომ რომ საიტამას მეთოდს თუ გამოვიყენებდით, ჩვენ ოდნავ ცოტა დრო მაინც დაგვრჩებოდა, რომ დღეში ერთი ანიმე მაინც გვეყურებინა, მაგრამ ეს მეთოდი ყველაზე ძნელია. ხო, და ამ მეთოდის თანახმად 10%-ია რომ გადარჩე, მაგრამ მუშაობს. ხო, თუ ანიმეშნიკი ხარ და გინდა გამოიყურებოდე როგორც ჯოჯო, სამწუხაროდ უნდა წახვიდე ჯარში ძმა. ხო, რა თქმა უნდა, როცა ანიმეშნიკები დაიწყებენ ქვეყნის მართვას, მაშინ უბრალოდ როგორც ჩვეულებრივად გამოხვალ და დარწმუნებული ვარ, ანიმეშნიკები შექმნიან ისეთ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც წუთებში გახდები დაკუნთული. აქამდე უბრალოდ მოგიწევს ჯარში ყოფნა. ხო, სანამ სამყაროს არ დაიპყრობენ ანიმეშნიკები. სამწუხაროა, მაგრამ უნდა შევეგუოთ მესმის. ხო. და სულ ეს იყო, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ყველას ბაი-ბაი.